ირაკლი ალასანია თავის ოპონენტს ყოფილ პროკურორ როლანდ ახელაიას სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახელაიას მოუწოდებს, რომ გადაცემაში მონაწილეობით საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს. ირაკლი ალასანიამ განცხადება ზუგდიდში ჭადრაკის სასახლესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მანამდე კი მაჟორიტარობის კანდიდატი წერეთლისა და კომბინატის დასახლების მოსახლეობას შეხვდა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში შერჩევითი სამართალი დასრულდება. ალასანიას შეხვედრებს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანიაც ესწრებოდა, რომელმაც ზუგდიდელებს სწორი არჩევანის გაკეთება სთხოვა. ურიცხვი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან ზუგდიდში, რომ უზრუნველყონ, რომ თითოეული ზუგდიდელის ხმა იქნება გარანტირებულად დაცული. კიდევ ერთხელ მინდა ტელევიზიის მეშვეობით შევახსენო ჩემ ოპონენტს ნაციონალური მოძრაობიდან, რომ დავდოთ პატივი ზუგდიდელებს და დაუსხდეთ დებატებში ერთმანეთს. ზუგდიდელებს აქვთ უფლება, რომ მოისმინონ ორივე მხარეს, მოусმინონ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ძალიან დიდი შანსი, დიდი შესაძლებლობა, რომ ღირსეული წარმომადგენელი ყავდეს საკანონმდებლო ორგანოში. ზუგდიდს ეს ბოლო ეკუთვნის. აუცილებელი არის, რომ ყველა მობილიზაცია გაუკეთოს თავის თავს და რაც თავარია, მეგრელებმა სამეგრელომ შიში გადატეხოს.